კომპანიის წარმატება არის ხარისხიანი იდეა და ეს არის ადამიანები და პარტნიორები, რომლებიც ამ იდეის ირგვლივ იკრიბებიან. ბედნიერი ვარ, რომ დავით უდაურისნაირი პარტნიორი მიდგას გვერდზე, იმიტომ რომ მე და დათომ საკმაოდ ბევრი სიზნელე ერთად გადავლახეთ, საკმაოდ ბევრი იდეა ერთად დავამუშავეთ, ავაღორძინეთ და დღესდღეობით ვართ კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშური და წარმატებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. გვაქვს 12 სახეობის ღვინო, როგორც არის წითელი ქვევრის, წითელი კლასიკური ლიქიორები, საფერავის და ქაწითელის, ასევე ფერადი ღვინოები გვაქვს, სამი ფერის, ცისფერი, მწვანე და იასამნისფერი, ასევე გვაქვს წინანდალი, რომელიც არის კლასიკური თეთრი ღვინო და ასევე გვაქვს ქარვისფერი ღვინოები, ქაწითელი, ქისი და კახური მწვანე. ცისფერი ღვინის წარმოება ზოგადად იწყება ესპანეთიდან 2016 წელს მათ მიაგნეს მეთოდოლოგიას თუ როგორ შეიძლება რომ ცისფერი ღვინო შექმნა. ჩვენ ამის წარმოება დავიწყეთ 2021 წელს საქართველოში. 2022-ში მწვანე ღვინო შევქმნით და 2023-ში უკვე იასამნისფერი ღვინო შევქმნით. თითოეულ ღვინოში ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ პიგმენტს, რომელიც ყურძნის კანში არის, ცისფერი პიგმენტი და ფერმენტაციის შემდგომ სხვადასხვა ღვინოს ვუმატებთ ხოლმე. მწვანე არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ესპანეთში დაიწყო ცისფერი ღვინის შექმნის ისტორია, მწვანე ღვინის შემთხვევაში საქართველოსთან დაიწყო ეს ყველაფერი. დღესდღეობით ჩვენ ვართ წარმოდგენილი მსოფლიოს 7 ქვეყანაში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული და საამაყოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კომპანია ვართ მსოფლიოში, რომელმაც შეძლო ფლორიდის უნივერსიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი თამაშების დროს მხოლოდ ქართული ღვინო იყიდება. მერე მოდის ისტორიის შემდეგი ნაწილი არის ნიუ-იორკის იანკებთან მიღწეული წარმატება. შემდგომ უკვე ჩვენს ისტორიაში მოხდა, რომ გოძილა და კინგ-კონგის გადაღებ კინოსტუდიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და რაც მათი ნებისმიერი აქტივობის დროს ქართული ღვინო ისმევოდა. დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ღვინის სელექციაშიც მოხდა ჩვენი ღვინო. ზოგადად ჩვენ მეღვინეები ხოლმე ძალიან მარტივად ყვებით ხოლმე, ჩხარა ჩამოყვებით ამ გამარჯვებებს, ამ მიღწევებს, მაგრამ ამის უკან ნამდვილად ძალიან დიდი შრომა დგას დაწყებული ვაზის მოვლიდან დამთავრებული ბოლო ბოთლის გაყიდვამდე. აქტიურად თანამშრომლობ სავაჭრო პალატასთან, რალის ხელშეწყობით არაერთ კონფერენციაზე ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, ასევე სავაჭრო პალატასთან ჩვენი ჩართულობა და კოლაბორაცია ნიშნავს იმას, რომ ნეტვორკინგი გავიღმავთ და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე წვდომა, ასე ვთქვათ, გაგვეხსნას. რაც შეეხება ჩვენ საომავლო გეგმებს, მიზანი გვაქვს აღებული, რომ ექსპორტი გავზარდოთ. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და კიდევ არაერთ ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილები.